ზიანი თუ სარგებელი თბილისში სამშვიდობო შეთანხმების ეკონომიკურ ასპექტებს განიხილავენ სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ორ ქვეყანას შორის ომის დასრულება რეგიონში დიდ კონკურენციას გააჩენს, რაც მოიტანს ტვირთების ტრანსპორტირების თვალსაზრისით ახალი მარშრუტი საქართველოსთვის და ხომ არ რჩება ჩვენი ქვეყანა თამაშგარე მდგომარეობაში. ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ზანგეზურის დერეფანმა შუა დერეფანი ჩაანაცვლოს ან მისი მნიშვნელობა შეამციროს. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლის სპორტის მშენებლობა. თამარ დემეტრაშვილი უერთდება პირდაპირ ეთერში ფორმულას ეთერს. თამარ, გისმენთ. 5-7 წელი დაახლოებით ამ პერიოდს ასახელებენ სპეციალისტები იმისთვის, რომ ზანგეზურის დერეფანი სრულფასოვნად ამოქმედდეს, ვინაიდან ინფრასტრუქტურა ამ დერეფანში ფაქტობრივად თავიდან არის ასაშენებელი, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მონაკვეთებს, მაგალითად აზერბაიჯანის მიმართულებით. სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება საქართველოს სატრანზიტო ტვირთების ნაწილს დააკარგვინებს. თუმცა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას აძლევს და ამ კონტექსტში საქართველოს რა თქმა უნდა სარგებელს მიიღებს. თუმცა ამ სარგებლის მიღება თუ კი საქართველოს მოახერხებს და თავს დააღწევს იზოლაციონისტურ პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს. საქართველოს აქვს გარკვეული კოზირი, ეს არის შავი ზღვა, თუმცა ამ კოზირს გამოყენება სჭირდება, რაც ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არ მოხერხდა. ქვეყანას დღემდე არ გააჩნია ღრმაწყლოვანი პორტი, ასევე ვერ დასრულდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, რაც მატარებლების სიჩქარეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა და აი ეს ორი კომპონენტი უკვე გადამზიდავებს მისცემდა მეტ სტიმულს, რომ სწორედ საქართველოს მარშრუტი აირჩიონ, რაც შეეხება ზანგეზურის დერეფნის გაჩენას და აი ამ ორი დერეფნის გაჩენას კავკასიის რეგიონში ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში ეს ეკონომისტების შეფასებით ეს არის ნორმალური, ვინაიდან ეს აჩენს კონკურენციას და კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოველთვის მნიშვნელოვანი და კარგია. სამწუხაროდ ჩვენ ამ ისტორიულ მოვლენას ვერ შევხვდით მომზადებული. მეორე ომის დამთავრდება ადრე თუ გვიან და ცენტრალური აზიიდან ტვირთების გადაზიდვები კვლავ გაგრძელდება რუსეთით, რომელიც დომინანტური მთავარი ისტორიულად აპრობირებული და ინფრასტრუქტურულად მოწყობილი მარშრუტია და ასეთ ვითარებაში ბუნებრივია საქართველოს კიდევ უფრო მეტ კონკურენციაში ექცევა. ცუდი არის ის, რომ შევხვდით მომზადებელი, დავკარგეთ 10 წელიწადი. 10 წლის წინ ანაკლია შეიძლება უკვე ყოფილიყო მზად აი ამ პირველი ლაზიკის პროექტის სწრაფი განვითარების პირობებში. ანაკლის პროექტი თუნდაც დაგვიანებით, მაგრამ 2020 წელს უნდა ყოფილიყო მზად, ეს გახდებოდა რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო კარიბჭე. ბიძინა ივანიშვილმა ფსონი დადო ავტორიტარული რეჟიმების კავშირზე, რაც გამოიხატებოდა 3+3 ფორმატით, სადაც წამყვანი როლი ჰქონდა მის ბუნებრივ მოკავშირეს ვლადიმერ პუტინს, თუმცა მას შემდეგ რაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა განახორციელეს ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია ირანში, 3+3 ფორმატი ფაქტობრივად არის ჩაშლილი. 3+3 ფორმატიდან თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი გავიდნენ თამაშიდან და ამერიკის შეერთებული შტატების თანამონაწილეობით მუშაობენ ახალ სატრანსპორტო დერეფნებზე, ახალ სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე. რჩება პუტინი და ირანი, რომლებიც ერთმანეთთანაც ვეღარ პარტნიორობენ და თანამშრომლობენ და რჩება საქართველოს ივანიშვილის მმართველობაში, რომელიც საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაშია. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსები, თუმცა მნიშვნელოვნად დასუსტებული პოზიციები აქვს ქვეყანას ამ ეტაპისთვის, განსხვავებით აზერბაიჯანისგან, რომლის ხელმძღვანელობის ნაბიჯებიც მიმართულია იქითკენ, რომ აზერბაიჯანი გახდეს რეგიონის ჰაბი. ამ მიმართულებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, იქნება ეს საავტომობილო მიმართულება, სარკინიგზო მიმართულება თუ
ლოჯისტიკა და ამას მოწმობს ასევე ილხამ ალიევის განცხადებაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაკეთდა და რომელიც წინ უძღოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში სამშვიდობო შეთანხმებას. ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ არა მარტო მიიღოს და დაამუშავოს ტვირთები აზიიდან, არამედ გადაამისამართოს ის საქართველოს და ზანგეზურის მიმართულებით. ეს განცხადება სწორედ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანს აქვს პრეტენზია და ის ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ აზერბაიჯანი გახდეს კავკასიაში ჰაბი.